გამარჯობა. დანასთან დაკავშირებით, დანებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრნაირი მითი. და რაღაცა მინდა გავაკეთო სერია, სადაც ამ მითებს გავტესტავთ, შევამოწმებთ და ან დავადასტურებთ, ან უარყოფთ. საქმე იმაშია, რომ პირველი მითი, რომელიც გამახსენდა და ასე ვთქვათ, ძალიან ფართოდაა გავრცელებული, არის შემდეგი, რომ სქელი დანა უფრო არის საჩეხად განკუთვნილი და გაჭრა არ შეუძლია და თხელი პირიქით, მხოლოდ ჭრისთვის არის შექმნილი. ეს პირიქით, ოკეი და გასაგებია, რომ თხელ დანას ვერ დააძალებ იმას, რომ რაღაცა სქელი დანის შესაბამისი სამუშაოები შეასრულოს, მაგრამ მეორე ვარიანტია სქელ დანას რამდენად შეუძლია თხელი დანის მიმართულებით იმუშაოს, ასე ვთქვათ და ადვილად გაჭრას ან გაპარსოს და ასე შემდეგ. მინდა ჩავატარო პატარა ექსპერიმენტი. პირველი გეტყვით, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობს ორი დანა. პირველი არის SRK cold steel-ის, მეორე კი არის real steel-ის iris-ი. შევარჩიე ორივე, იმიტომ რომ ეს არის თითქმის 5 მმ 4 და რაღაცა სისქეში, ეს კი არის 2.3 მმ სისქეში, ანუ თითქმის ორჯერ დიდია ეს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამისი ჭრა ლოგიკურად ბევრად უფრო კარგი უნდა იყოს, ვიდრე SRK-ის. ზოგადად ჭრაზე როცა მიდგება საქმე, გარდა პირის სისქისა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფოლადის ხარისხს და ასევე და ყველაზე მნიშვნელოვანია დაშვება. დაშვება ნიშნავს, როგორ არის გაკეთებული ლესულობა სქელი პირიდან 0-მდე, ანუ მჭრელ პირამდე. ორივე დანა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ამისი ფოლადი არის SK5, ამისი ფოლადი არის 12C27, იგივე სენდვიკი. დაშვებაც სხვადასხვა აქვთ. მაგალითად, SRK არის hollow grind-ი, ხოლო flat grind-ია iris-ი. აი ეს მკვეთრად განსხვავებული დანებისგან მინდა მივიღო თითქმის ერთნაირი შედეგი. და ალბათ დაირღვევა ის მითი, ან არ დაირღვევა, არ ვიცი წინასწარ, შეუძლია თუ არა სქელ დანას გაჭრას თხელი დანასავით. მაგრამ ეს ჭრა რო ბანალური არ გამოგვივიდეს და რაღაცა ეგ ქაღალდებზე და თოკებზე არ ვიჩალიჩო, ასე ვთქვათ, პირდაპირ აი აგერ ცოტა შესასწორებელი მაქვს წვერი. და საკუთარ სახეზე გამოვცდი ორივეს, თან როგორც მამა პაპადან მოგდევს, ეგ კარგად ვიცით, რომ დანა უნდა პარსავდეს. ხო და თუ დანა უნდა პარსავდეს, ავდგები ახლა და გავიპარსავ ორივე დანით. თითო ლოყას და შეგრძნებების დონეზე გეტყვით, რამდენად მუშაობს სქელი დანაც და თხელი დანაც. თან ცოტა უფრო hardcore რომ მივცეთ, მშრალად გავიპარსოთ, არანაირი ქაფი. კაცს უნდა გეტკინოს წავიდა. პირველი მარცხენა ლოყას გავიპარსავ SRK-ით და ნახოთ, ხო, ლესულობას რაც შეეხება ორივეს ქარხნული ნალესი აქვს, არ გადამიტარებია არაფერი. იქიდან გამომდინარე, რომ კოლექციაში დევს არც დამიტვირთავს დიდად და ჭრა არაფერს ქონია, მაგრამ შევხედოთ რა სიზამს და როგორ იზამს. შედეგი არის ესეთი, რომ ცოტა ბინძურად, მაგრამ მაინც გაპარსა SRK-იმ და ეხლა iris-ი მივუშვათ მეორე მხარეს და შევხედოთ რა სიზამს. აქ კარგად ჩანს, რომ აი რაღაცა ბოლომდე ვერ მოედო მაგალითად რაღაცებს და აი აქ დატოვა. ეხლა კი iris-ის ჯერია და შევხედოთ რა სიზამს. აჰა. გაპარსა ძალიან სწრაფად, ბევრად იმაზე სწრაფად ვიდრე SRK-იმ, არის იდეალურად სუფთა. შეგრძნების დონეზეც აქეთ თუ ცოტა მაწიწკნიდა და მტკიოდასავით, აქეთ საერთოდ არაფერი მიგრძნია. პირიქით, არ მოველოდი იმდენად კარგად გააკეთე ეს ყველაფერი. ეხლა ვისაუბროთ იქიდან. ეგ არის და ეგ მოკლედ დაგიბრუნდით, ესე სახე მოკეთებული და გაპარცული. და საქმე იმაშია, რომ მითი გარკვეულწილად სიმართლე აღმოჩნდა. თუმცა ერთს დავამატებდი, რომ ცოტა კუთხე რო შეუცვალოთ SRK-ის და მაგალითად ცოტა სხვანაირად გადაილესოს, არაფრით არ იქნება ამაზე ნაკლები. და ესე არ გამოდის, რომ მაგალითად სქელ დანას მხოლოდ შეხვა შეუძლია და ჭრისთვის არ არის შექმნილი. აგერ ქარხნული ლესულობით, მაინც მოახერხა და გამპარს, ანუ გაჭირვებაში კარგად გააჭრევინებ რო რამე.
და თუ გადალესავ, ტოლს არ დაუდებს ჩვეულებრივ სამართლებელსაც კი. ასე რომ, ასე ერთი შეხედვით, მითი მართალია რომ თხელიდანო უფრო ჭრის, მაგრამ ოდნავი ჩარევით სრულიად შესაძლებელია რომ სქელდანასაც ვასწავლოთ იგივე. და მოკლედ დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია. ეს იყო და ეს. მოუფრთხილდით დანებს, გალესეთ ხოლმე, დაზეთეთ ხოლმე და მადლობა.